დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც ადრე მხოლოდ კულუარებში განიხილებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ პოლონეთში გადაისვრიან 5,000 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს პირდაპირ რუსეთის ტერიტორიის საზღვართან, ანუ კალინინგრადის ოლქთან. თუმცა სულ რამდენიმე კვირით ადრე პენტაგონმა პირიქით შეეჩერა ქვეყანაში ახალი სამხედრო ჯგუფის 4,000 ადამიანის გაგზავნა. და დღეს ამერიკის პრეზიდენტი უსახვედურებდა აშშ-ის ომის მინისტრს პიტ ჰექსეტს. იმის გამო, რომ მან თითქოს დააყოვნა ამერიკელი ჯარისკაცების პოლონეთში გაგზავნა. ეს რა თქმა უნდა მაშინ გაუგებრობას იწვევდა პოლონეთში ნატოს ქვეყნებსა და აშშ-ის კონგრესში. რადგან მანამდე ყველა ინფორმაცია მიუთითებდა ამერიკული ჯარების გერმანიიდან სწორედ პოლონეთში გადაყვანაზე. ხოლო ისინი, ვინც გამოწერილი ხავს ჩემს YouTube არხზე და ყურადღებით უყურებს ყველა ჩემს გამოშვებას, უკვე დიდი ხანია იციან სინამდვილეში. იცოდნენ რა ლოგიკითაც აშშ გადაადგილებს ჯარებს ევროპაში და იცოდნენ, რომ ისინი ასე თუ ისე აღმოჩნდებოდნენ ან პოლონეთში, ან სხვა რომელიმე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში. სხვათა შორის ჯარების გადაადგილების ლოგიკა დღეს უკვე ოფიციალურად დაასახელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად დავნიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი და ლაიქოთ, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამიც. არხი პეჩი ნიუსი. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა პოლონეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ, რომელიც შედგება 5,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისგან. ქვეყანას საერთო საზღვარი აქვს რუსეთის ექსკლავთან, ანუ კალინინგრადის ოლქთან. ტრამპმა წინადრეს განაცხადა ციტატა: ვინაიდან პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი კაროლ ნავოროცკი წარმატებით აირჩიეს, რომელსაც მე სიამაყით უჭერდი მხარს და ჩვენი ურთიერთობების საფუძველზე მასთან. მიხარია გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5,000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. მაგრამ აშკარა რომ ნაკლებად სავარაუდოა სწორედ ეს ნავოროცკისთან მეგობრობა იყოს ამერიკული ჯარების გადაყვანის რეალური მიზეზი. საქმე იმაშია, რომ წინადრეს შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა მაღალი რანგის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილის პაულ ზალევსკის ხელმძღვანელობით. და ისინი შეხვდნენ პენტაგონის პოლიტიკის საკითხებში ხელმძღვანელის მოადგილეს ელბრიჯ კოლბის. გასაგებია, რომ პოლონელებმა თავიანთი მხრიდან მაქსიმალურად დაალობირეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა, კერძოდ კონგრესის მხრიდან ზეწოლა. რადგან თვით რესპუბლიკელებიც კი არ აპირებენ პოლონეთის ინტერესების დაცვის საკითხის უყურადღებოდ დატოვებას, რადგან ეს მთელი ევროპის ეხება. მაგრამ პოლონეთი საერთოდ ყველა განხილვის ცენტრშია. პოლონეთს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს კონგრესში და პოლიტიკოსები აკრიტიკებდნენ პენტაგონს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ შეეჩერებინათ სწორედ იმ 4,000 ჯარისკაცის განთავსება. ამაზე დღეს პიტერ ჰექსიც აკრიტიკებდა, ასევე დონალდ ტრამპიც. და მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ევროპაში მთავარსარდალმა გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ განთავსების შეჩერება შემცირება არ არის, კონგრესის პოლიტიკოსებმა მაინც გადაწყვიტეს თავი დაეზღვიათ, რათა პენტაგონმა და თეთრმა სახმა ისევ არ გადაიფიქრონ. მივიდა იქამდე, რომ კონგრესში ზოგიერთები, ძირითადად რესპუბლიკელები, სურთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუზღუდონ უფლებამოსილება ევროპიდან ჯარების ერთპიროვნულად გამოყვანას. ამისთვის საბოლოოდ სთავაზობენ გამოიყენონ ეროვნული თავდაცვის კანონი, NDAA Act. ეს სწორედ ის კანონია, სადაც გაწერილია აკრძალვა ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებაზე, ევროპაში 76,000 ჯარისკაცზე ნაკლებად. მაგრამ აქ ბევრად უფრო საინტერესოა სხვა კითხვა. აშშ-ში აღარ სურს ითამაშოს იგივე როლი ევროპაში, რაც ადრე ჰქონდა. ისინი წასვლას აპირებენ. ისინი სურთ წავიდნენ ხმაურიანად და ლამაზად. უკვე აშკარაა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება და შემდეგი ნატოს სამიტი ამას ნათლად აჩვენებს. ამ მიზნით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ევროპელებთან მართავს შეხვედრებს, რათა ალიანსის მომავალი განეხილოს. და ახლა აშშ-ში მოითხოვს, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს. პოლონეთი კი მიანიშნებს, რომ სურს ამ პროცესის სათავეში ჩადგეს. დღესვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჰელსინკიში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია იმ ალიანსის წევრებით, რომლებმაც არ მისცეს ნება შეერთებულ შტატებს გამოიყენონ ბაზები საკუთარ ტერიტორიაზე ირანთან ომისთვის. განსაკუთრებით კი ესპანეთზე მიუთით. მაგრამ ნატოს ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ აშშ-მა საერთოდ არ მიუმართავს მოკავშირეებისთვის თხოვნით მონაწილეობა მიიღონ ირანთან ომში. გარდა დონალდ ტრამპის ამ ხმამაღალი განცხადებებისა სოციალურ ქსელებში, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრმა მაინც მისცა ნება ამერიკულ ძალებს გამოიყენონ საკუთარი საჰაერო სივრცე და სამხედრო ბაზები.
მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ტრამპი ძალიან ათქუებს, როცა ამბობს, რომ ევროპა მიქ არ დაეხმარა. როგორიც კი დაეხმარნი. მაგრამ სწორედ ვარშავა ითვლება დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად ევროპაში და არ მონაწილეობდა მის დაპირისპირებებში ნატოს სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებში. პოლონეთი ასევე ამერიკული შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია. და რაც თავარია, თავდაცვაზე ხარჯავს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წილს ემშპ-დან ნატოს ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, პოლონეთი აშშ-ისგან ყიდულობს F-35-ის გამანადგურებლებს და პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც კი. აღნიშნულოვანია გავიხსენოთ, რომ ტრამპმა ასევე ადრე განაცხადა გეგმებზე, გამოეყვანა სწორედ ის 5000 სამხედრო გერმანიიდან კანცლერ ფრიდრიხ მერცთან უთანხმოების გამო. ასე შემთხვევაში ამერიკული კონტინგენტის რაოდენობა ევროპაში დაბრუნდებოდა იმ დონეზე, რაც იყო რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე. ეს ჯარები სწორედ პოლონეთში შეიძლება გადაიყვანონ, როგორც ჩვენ წინა გამოშვებებში განვიხილეთ. აშშ უბრალოდ დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპაში გადაადგილებს თავის ჯარებს. მაგალითად, ესპანეთიდან ახკავთ, გერმანიიდან ახკავთ, იტალიიდანაც ემუქრებიან გამოყვანი. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ აღმოსავლეთ ევროპაში გადააქვთ, რადგან ტრამპს არ შეუძლია ევროპაში ჯარების საერთო რაოდენობის შემცირება. თავად ვარშავა კი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ მზადაა მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მიიღოს, ხოლო აშშ-ის ყოფნის გაძლიერება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს გაამყარებს. ამ დროისთვის პოლონეთში როტაციულად უკვე 10000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. და აი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარების გადაადგილება ევროპაში ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლის საშუალებად არ გამოიყენება. შემდეგ ციტატა. ეს არ არის დასჯა, არამედ მუდმივი პროცესი, რომელიც გრძელდება. ის გაგრძელდა ჯერ კიდევ მიმდინარე მოვლენებამდე. რუბიომ დაამატა, რომ ვაშინგტონს აქვს გლობალური ვალდებულებები, რომლებიც მოითხოვს ამერიკული ჯარების განთავსების ადგილების მუდმივ გადახედვას. ასევე რუბიომ აღნიშნა, რომ არსებობს ფართო შესაძლებლობები ნატოსთან თანამშრომლობისთვის თავდაცვითი მრეწველობის სფეროში. ზოგადად, ყოველთვის არღებს ტრამპის განცხადებებზე მყისიერი რეაგირება. ხშირად ამ განცხადებების უკან სრულიად სხვა რამ დგას. ამავე დროს ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ვლადიმერ პუტინის ახალი მუქარების ფონზე და რუსეთსა და ბელარუსში ბირთვული ცვრთნების ჩატარების ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ში შეაჩერა სამხრი მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთის ფედერაციასთან ომის დასრულების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ ეტაპზე არ ხედავს აზრს ამ შეხვედრების გაგრძელებაში. ციტატა. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ჩავერთოთ უსასრულო მოლაპარაკებების ციკლში, რომელიც არაფერს გამოიწვევს. ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ში მზად არის დიალოგს დაუბრუნდეს, თუ გაჩნდება შესაძლებლობა კონსტრუქციული და პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის. ასევე რუბიომ ფეიკად მოიხსენია ხმები იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონი უკრაინას მოლაპარაკებებზე გარკვეული პოზიციის დაკავებისკენ უბიძგებს. ამ ფონზე ტრამპი მაინც აგზავნის დამატებით ჯარს სწორედ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, რომელიც ესაზღვრება გაურეცხავ გაველურებულ რუსებს. აქ მრავალ წევწილს დავშვა. თქვენი აზრი და დასმები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს ყველაფერი იყო. მოუფრთხილდით თავს. ყველას დროებით.